მსოფლიოს, ერებს, ეკლესიებს ძალიან სჭირდებათ ხალხი, რომელსაც შეუძლია ლოცვაში დასახული მიზნების მიღწევა. ღვთისადმი გულგრილად, დღეში ერთხელ ან ორჯერ მიმართული ლოცვები ძნელად თუ მოახდენს ცვლილებას დედამიწაზე, ხალხებში. რომელიმე წიგნიდან ამოკითხული 5-6 ფრაზა ვერ შეუწყობს ხელს ღვთის სასუფეველის დამკვიდრებას დედამიწაზე და ვერ შეარყევს ჯოჯოხეთის ბჭეებს. ვერ მოიგერიებს ბოროტების შემოტევას ჩვენს კულტურებსა და ცივილიზაციებზე. ლოცვის ქმედითუნარიანობა განისაზღვრება შედეგებით და არა ლამაზი სიტყვებით. ჩვენ გვჭირდება ღვთიური მზრუნველობის, მისი ძალის და მისი საქმის რეალური გამოვლინება, რომელიც მსოფლიოს უჩვენებს, რომ იგია ჭეშმარიტი ღმერთი, ყოვლის შემძლე უფალი. ჩვენ გვჭირდება ახალი პასუხები, რომლებიც ეკლესიას ახალ სუნთქოს შთაბერავს. ხოლო სუსტ მორწმუნეებს შემატებს ძალასა და სიმამაცეს, რათა ისინი წინ აღუდგნენ სატანას და მის მზაკვრულ გეგმებს. ელია ჩვენნაირი კაცი იყო და ლოცვითი ლოცა, რომ არ ეწვიმა და 3 წლისა და 6 თვის განმავლობაში წვეთი არ დასცემია მიწას. კვლავი ლოცა და მისცა წამწვიმა და მიწამაც აღმოაცენა თავისი ნაყოფი. იაკობის მე-5 თავის მე-17 და მე-18 მუხლები. ავტორი უესლი დიუელი.